ერთ რაღაცას წავიკითხავ გურამ. ამ ფასეულობების საფუძველზე მოახერხა ევროპამ ზუსტად იმ ადამიანის უფლებები, კონკურენტუნარიანი ბაზარი, რომ არ არის კორუფცია და ასე შემდეგ, რაც არის ევროპული ფასეულობები. რა არის ამაზე უკეთესი? თუ არა ევროპისკენ, მას საითკენ უნდა ვიაროთ. გამოკვეთილად საუკუნეებზე მეტია ევროპა საინტერესოა და რა თქმა უნდა, უკეთესისკენ უნდა იყურებოდეს ყველა ადამიანი. ევროპა ამოჩემება კი არა სიტყვის, არამედ ადამიანი ყოველთვის ისწრაფის უკეთესებისაკენ. ევროპაზე უკეთესი ჯერ არაფერი შეუქმნია თავანამედროვე ცივილიზაციას. ვისი სიტყვები ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთანაც მე პირველი და ჩემს კარიერაში უკანასკნელი ინტერვიუ ჩავწერე რიგაში 2013 წლის სექტემბერში. იქ იყო რიგის ფორუმი, თქვენ იცით რა არსებობს ესეთი საერთაშორისო ფორუმი ცენტრალური ევროპის, სამხრეთ ევროპის და სხვა ევროპული ქვეყნებისათვის და იქ მას მართლაც კარგი გამოსვლა ჰქონდა ყველა ფეხის ნაბიჯზე. აი ამას იმეორებდა. ის იდგა სწორ მიმართულებაზე, ის სწორი მიმართულებით იყურებოდა, თუ მე ახლა მაქვს უფლება მიმართო ბიძინა ივანიშვილს, ბატონო ბიძინა, თქვენ სწორი მიმართულებით იყურებოდით 2013 წელს. მიუბრუნდით ამ მიმართულებას, იმიტომ რომ თქვენ ამავე ინტერვიუში მითხარით და იქ ქვესათაურში ავიტანი რომ მე განსაცდელის და გამოცდის წინაშე ჩემ ქვეყანას არ დავაკენებო. ეხლა დღეს საქართველოს დგას განსაცდელის და გამოცდის წინაშე. თქვენ შეგიძლიათ შემოაბრუნოთ ვითარება. თქვენ კურსი შეგიძლიათ ისე ვაიღოთ ევროპისკენ. მე ახლა გულწრფელი უნდა ვიყო. არის ამის შანსი ჯერ კიდევ? რა თქმა უნდა, ამას გვიმეორებენ. ეხლაც გითხრეს რომ შანსი არსებობს. კი, ოცნების მხრიდან. არა, იცი რა და ამიტომ მიმართავ მას. ის არის დღეს ვინც წვეთს ხო პოლიტიკას ჩვენ კარგად ვიცით და მას შეიძლება რამე წენა აქვს, არ ვიცი მე რაღაცაზე შეიძლება გაბრას და სადღაც შეიძლება იქიდან ძალიან ზედმეტი და ისეთი კრიტიკა ისმოდა, მაგრამ მეორე იცი რა შენ რომ მიდიხარ ევროპისკენ. ერთხელ შემა ლატვიელმა მეგობარმა მითხრა შენ არ იცი რა ხდებოდა ჩვენ თავს ყველაფერში გამადიდებელი შუშით გვიყურებდნენ. აი ყველაფერზე იყო რეკომენდაციები, ჩივი ასე და ასე, მაგრამ ეს გავიარეთ. მე რა მინდა ვთქვი ხა იმ დაკვირვებით რაც მე ახლა 6 თვეა რა ჩამოვედი. გურამ არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, აქ არიან ჩემი მეგობრები, მათ შორის ყოფილი მებრძოლები, რომლებიც აფხაზეთში იყვნენ და თქვენ იცით რომ მე აფხაზეთში ნამყოფი კაციც აღარ. აქ არის გაჩენილი მოლოდინი, რომ ეხლა აი ამ ყველაფრით, აი ამ რევერსული პოლიტიკით ევროკავშირიდან და იმის გამო რომ ჩვენ არ შეუერთით რაღაცეებს და თქვა, ეხლა როგორც აქ ლაპარაკობენ არჩევებით ომში, ისკენაც გვიბიძგებს ევროკავშირი, ვიღაც deep state და ასე შემდეგ, რომ ამით ამას დაინახავს რუსეთი და დააფასებს და შესაძლებელია დაიწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ესეთი მოლოდინები მე დავინახე პირად საუბრებში. ეს არ არის ხელისუფლების დონეზე, მაგრამ ხელისუფლებასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან ესენი. და ეს ხელისუფლებაც რა არის, პატარა. ეხლა ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ვერ შევხვდეთ ბატონ ბიძინას, მაგრამ დანარჩენებს სადღაც შევხვდებით და მაგაც გულწრფელობის დოზა არის. მაგრამ ეს ტყუილია. ისე ბატონ ბიძინას მიმართავ. ვერ მოვიკებთ რუსეთის გულს. მე მახსოვს, როდესაც სექტემბრის შეთანხმება დაიდო 1992 წელს. სოხუმში იყო ჩამოსული სარავოიტოვა, პასტუხოვი, სიგუტკინი, გენერალი და ლაპარაკობდნენ, ვაი თქვენ ჯარები უნდა გაიყვანოთ, ეხლა გაგრიდან კაცო უნდა შევასრულოთ ეს შეთანხმება და ამ დროს აფხაზებმა, ჩრდილოეთ კავკასიელებმა უკვე ბასეევი იქ იყო, დაიწყეს შეტევა გაგრაზე. აი ეს რამგიდგენეთ იმ მომენტში მოლაპარაკება მიდის სოხუმში და გაგრაში გიტევენ და ფარისეულად აცხადებდნენ, სხვათა შორის ეს ეპიზოდი კარგად აქვს, გია ყარყარაშვილს აღწერილი თავის აი ამ წიგნში, რომელსაც ეწოდება სამშობლო სამარა და მე ყველას ვთხოვ წაიკითხონ ეს წიგნი, ბევრი რამე წერია. ეს ეპიზოდი კარგად არის აღწერილი. ფარისევლობის მწვერვალია. პირველივე სამშვიდობო შეთანხმების დროს დააკვირდით რა. გეუბნებიან, არ ვიცი, ახლა გადავრეკავ, გავიგებ, როგორ არა, ყველაფერი იცოდენ, შეთანხმებულია. რუსული შეიარაღებაა, ტექნიკაა, შემოსული, სხვათა შორის გაგრაში იყო პირველი მოთელვა, აქ იყო მთელი ის ძალები, რომლებიც მე სოხუმისკენ დაიძრნენ და სხვათა შორის გია ყარყარაშვილი წერს, რომ მაშინ დავინახეთ, რომ მათ უკვე ქონდა ჩვენზე უპირატესობა ტაქტიკურ ელემენტებში, სადაზვერვო მონაცემებში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ხაფანგეს თავის მოტყუება გავცვალოთ ევროკავშირი. თუ კი მართლა არის ესეთი აზრი და შეიძლება მე ვწდები ახლა და რაღაცას ვიგონებ ან ტრანსლებას ვახდენ იმ ადამიანების განწყობებისა, რომელიც შეიძლება არ არის საქმესთან, მაგრამ ამის გაცვლა იმაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ევროკავშირს ვეღარს დავიბრუნებთ ამის შემდეგ, ეს ბოლო შანსია.
ეს არის რასაც საუკუნეების განმავლობაში ველოდი ახლა იმ ზეგავლენის ქვეშავა თქვენი წინა გამოსვლის, რომელიც კარგად პოეტურად და ამაღელებლად ლაპარაკობდა, ხო? ჩვენ ხო გვახსოვს არა რა იმაში ვიყავით, რა ქვია, მოლოდინებში და როგორ ვიყავით იმედ გაცვლებულები, რომ და დღეს გეუბნებიან შენ აქ ახარ, ჩვენ შენთანა ვართ, უბრალოდ შენ რაღაცები დაივიწყე, აი შენი რაღაც შიშები, შენი რაღაც ფობიები, ის რომ ვიღაცა მოდის და შენგან რაღაცას წაგართმევს და არავის არაფრის წართმევა არ უნდა. შენ გაიხსენე ციტატა ბიძინა ივანიშვილისა შენთან ინტერვიუში, ნათქვამი ციტატა და დღეს ვართ რეალობაში, სადაც მისი გუნდი დარწმუნებული ვარ მისი ჩართულობით გვიმტკიცებს, რომ აი გვაიძულებენ რომ კაცს ქალი დავუძახოთ, გვაიძულებენ რომ მშვიდობა არ იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ვამბობთ უარს ევროკავშირზე, ამიტომ მზად ვართ რომ უვიზო მიმოსვლა შეწყდეს. ასეთი ტრანსფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ შენ ახსენი რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები, ცოტა რთულად ასახსნელია მხოლოდ წყენით, გაბრაზებით. არა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ აქ არის რაღაცა გეოპოლიტიკური მომენტია, რომ აი ამ დათმობებით იმით, რომ არ გავაღეზიანეთ რუსეთი მისთვის ყველაზე უფრო ისეთ ეგზისტენციურ მომენტში და არ ჩავებით რაღაცეებში და აი გავდექით გვერდზე რა, თითქოს ევროპის რაღაც სანქციების პოლიტიკასაც მივყვებით, მაგრამ ამას ვაკეთებ ძალიან მსუბუქად ისე, რომ არ გაბრაზდეს. მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაცა გეგმასავით არსებობს თორე. ეხლა რა შეეხება ამაზე ლაპარაკს? ძალიან იაფასიანი ტვინის გამორიცხვის მცდელობა პროპაგანდას ხომ რაღაც ხარისხიანი უნდა იყოს. არის სერბეთი ხო არის არა ესეთი ქვეყანა, სადაც ნუ არ ვიცი ათმაიდებლები არიან, ტრადიციული ხალხი ცხოვრობს. მე პრაღაში შემხედრიან თქვენ მგდელთან, ქართველ მგდელთან ერთად ვიყავით სუფრაზე რესტორანში და რომ დაინახეს მოვიდნენ და ეს სერბები ამხელა 2 მეტრიანები კოცნიდნენ ხელზე, რომ ეს ქრისტიანი მგდელია. პრემიერ-მინისტრი ვინ ყავდა? თუ ყავთ ახლა ანაბნაბიჩი ხო არ გახსოვთ ვინ იყო? სამწუხაროდ არ მახსოვს. ხო. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, ხო? იქ რა მოხდა ამის გამო? ჯოკოვიჩი ვეღარ თამაშობს კარგად, ჩოგბურთს იქ კალათბურთს ვეღარ თამაშობენ სერბები თუ რა მოხდა? არსებობენ ეს ხალხი. უნდა ჩვენ ხო დიდი ხნის წინ შევეგუეთ, ჩემო მეგობრებო, ეს ადამიანები საქართველოში არსებობდნენ და ქმნიდნენ იმ კულტურას, რომელიც იყო უნიკალური. ახლა აღარ ჩამოვთვლი გვარს ყველა მის. და ყოველია იმ რა დათქმაში, რა ვერსიებიც ამ პუნქტების შესახებ გავრცელდა, საუბარი არის ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე. იმ უფლებების, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. რა თქმა უნდა. ეს არის ჩვეულებრივი უმცირესობა და აქვს თავიანთი მიმართულება, აქვს თავიანთი ხედვა და ისე უყურებენ ცხოვრებას, როგორც უყურებენ და როგორც ჩვენ გვასწავლა დიდმა პოეტმა, გვაქვს უთვალავი ფერით. არის ეს და მოდი რაღაც ამ ისტორიული შიშებისგან უნდა გამოვიდეთ რა. ესე კარჩაკეტილები რომ ეხა რაღაცა მოვა და ვიღაცა წაგვართმევს, არავინ არაფერს არ გვართმევს თუ ჩვენ არ ვართმევთ საკუთარ თავს და ყოველდღიურობაში ვნახოთ რა. ეს არის დაცლილი სოფლები, ეს არის სამწუხაროდ შრომას გადაჩეული ქართველები და ეგეთიც ძალიან ბევრია საქართველოში და ეს არის უიმედობა, რომელიც არსებობს და მართლ ხელისუფლებას თუ გონია რომ ეს უიმედობა თქვათ ეს რაღაცა იმეებით დამთავრდება ესეთი მითების და რაღაცების შემოქმედებით, არა ის ყველა საბოლოო ჯამში წალეკავს და მე ვფიქრობ, ამიტომ ჯობს დაბრუნდეს საქართველო იმ გზაზე, რაც იყო არჩეული და ძალიან ახლოს ვიყავით ამ მიზანთან. ამ ხელისუფლების პირობებში ალბათ ეს ძალიან რთულად წარმოსადგენია.